ანტიქართულმა ოცნებამ ისე დიდი ვაქხანალია მოაწყო სახელმწიფო უწყებებში, რომ ჯერ პარლამენტიდან გააძევეს მდინარაძე, შემდეგ სუსიდან გააძევეს მდინარაძე, შემდეგ რაღაც თავის სახელობით შექმნილი სამინისტროდან გააძევეს ისევ და ახლა გამოუგონეს რაღაცა სისულელე ისევ მდინარაძის სამინისტრო და ივანიშვილს მართებს ძიმე პასუხისმგებლობა, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფო ჩაბარებულია იმ ტიპის ადამიანებზე, რომლებიც არიან არაკომპეტენტურები, მათი მთელი გუნდი ჩაძირულია კორუფციაში და ეს დაადასტურა მათივე აუდიტორმა, მათივე პროკურატურამ, მათივე მურუსცის სასამართლომ. ივანიშვილს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმ ძიმე მდგომარეობაზე, რაც მოაწყო მან სახელმწიფო უწყებებში და მდინარაძეს, რომელიც ადგილით არსად არ მოიძებნა, საბოლოოდ როგორც ქართულ რეალობაში აღმოჩნდება ხოლმე, რომ ნივთს სახლში ადგილი თუ არ მოეძებნა, გაგზავნიან სოფელში. ესე გაგზავნეს მდინარაძე სოფელში, რომელსაც ვერანაირი დანიშნულება ვერ მოეძებნა. ამიტომ ძალიან ნათელია, როცა ვერ ხვდებიან როგორ უნდა მართონ სახელმწიფო, უნდა ჩამოშორდნენ სახელმწიფო მართვის სადავეებს და ამას გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქართველმა ხალხმა ძალიან მალე, რომ არ გაგრძელდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანება ყოველდღიურად.